12-ის ნახევარზე დაიწყება გამოკითხვა და მოსამართლე შვანგირაძე ჩაიბარებს ამ საქმეს. მისი თანდასწრებით მოხდება ძლიერი საქართველოს იურისტის და ოფის მენეჯერის გამოკითხვა გამომძიებლების მიერ. მათ პროკურატურაში მისვლაზე უარი განაცხადეს, შესაბამისად დათანხმდნენ, რომ სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხულიყო. რაც შეეხება საქმეს, გუშინ დაუკავშირდნენ პროკურატურიდან ძლიერი საქართველოს წევრებს, ოფის მენეჯერს, მათ შორის პარტიის იურისტს და უთხრეს, რომ მათი გამოკითხვა სურდათ გამომძიებლებს. საქმე ეხებოდა ბადრი ჯაფარიძის დაბარებას დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე და რატომ არ გამოცხადდა ბადრი ჯაფარიძე, რატომ არ ჩაიბარეს უწყება, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი ოფის მენეჯერმა და იურისტმა. ეს კითხვები აქვთ გამომძიებლებს, როგორც თავად ამბობენ, გამოკითხვაზე დაბარებულები, სრული აბსურდია თავად ეს საქმეც და მათი დაბარება, მათი დაბარება თავიდან ბოლომდე გამომდინარე იქიდან, რომ ისინი არ არიან კავშირში არანაირად ბადრი ჯაფარიძესთან, მათ არ ჰქონდათ არანაირი სამართლებრივი უფლება სხვა პირის სახელზე მოსული უწყება ჩაებარებინათ, შესაბამისად უცნობია რა კითხვებს დაუსვამენ გამომძიებლები მათ მაგისტრი მოსამართლის წინაშე, თუმცა ამბობენ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება თავიდან ბოლომდე პარტიულ დევნას, პარტიის ლიდერების წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნას, თუმცა ამბობენ იმასაც, რომ ყველა კითხვაზე აქვთ მომზადებული პასუხები. მათთან ერთად გამოკითხვაზე შევა ბუნებრივია იურისტიც, რომელიც მათ უფლებებს დაიცავს გამომძიებლის წინაშე და როგორც მოგიყევით, იურისტიც და ოფის მენეჯერიც მზად არიან ამომწურავად უპასუხონ ყველა კითხვას, რომელიც პროკურატურის წარმომადგენლებს ექნებათ მათ წინაშე. ჯაფარიძის საქმესთან დაკავშირებით გამოძახებული ვარ მოწმის სახით ჩვენება რომ მივცე. ეს არის იმ ცირკის გაგრძელება, რასაც ადგილი აქვს ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, როდესაც გაუგებარ საკითხებს იძიებს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია და გუშინ გავიგეთ და გუშინ წინ გავიგეთ, რომ საერთოდ თურმე პოლიტიკური პარტიების აკრძალვამდე უნდა მივიდეს თურმე ეს კომისია. ამ შემთხვევაში უკვე ლოგიკურია რაც ხდება დღეს აქ. ჩემი გამოძახება მოწმის სახით არის სერიოზული კანონდარღვევა. გამომდინარე იქიდან, რომ მე ვარ ადვოკატი და იმ მომენტში ვასრულებდი საადვოკატო უფლებამოსილებას, თუმცა არაფერი ჩვენ დასამალი არ აქვს. თავარი სამიზნე არის, რა თქმა უნდა, ლელო ძლიერი საქართველო, იმიტომ რომ სერიოზულ პრობლემებს უქმნის ეს პოლიტიკური ძალა ივანიშვილის რეჟიმს, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება. ქვეყანა რომ რეალურად კლოუნად ხდება და ამ შემთხვევაში მთავარ კლოუნად გამოდის ქალბატონს ვერ ვიხმარ. წულუკიანი, ეს არის ფაქტი. ყველა ეს პროცესები არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური. არავითარ სამართალთან, სასამართლოსთან, არავითარ კანონთან ამ საქმეებს გვერდზე არ გაუვლია. თუ ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის არალეგიტიმური მთავრობა, არალეგიტიმური პარლამენტი, მოპარული არჩევნები, როგორ უნდა მივიდე იქ, სადაც რომელსაც მივიჩნევ არალეგიტიმურად. და რა ხდება დღეს, როდესაც იბარებენ ლელოს პარტიის წევრებს, ადვოკატს, ჩვენს ოფის მენეჯერს იმაზე, რომ წერილი რატო არ ჩაიბარა, წერილის წერა ისწავლო. მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა პარტიაში ზოგადად და აინტერესებთ ის პროცედურები, რაც მოხდა მიმდინარე დღეებთან დაკავშირებით. ეს არის პოლიტიკური პარტია ძლიერი საქართველო, ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის და წერილი იყო პირადად ბატონ ბადრი ჯაფარიძეზე, რასაც პირად კორესპონდენციას პარტიაში არ ვიბარებთ. სამართლებრივი დევნის ნაწილი ლიდერების შემდეგ ახლა უკვე სისტემა გადავიდა ძლიერი საქართველოს რიგით წევრებზე, ძლიერი საქართველოს რიგით წევრების დევნაზე, ასე აფასებენ ყოველ შემთხვევაში დღეს სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე დაბარებული ძლიერი საქართველოს წევრები, იურისტი და ოფის მენეჯერი, რომის განაც გამოძიებას აინტერესებს, რატომ არ ჩაიბარეს ბადრი ჯაფარიძის სახელზე არსებული უწყება, რომელიც კურიერმა პოსტის წარმომადგენელმა მიიტანა ადგილზე. ისინი მზად არიან ყველა შეკითხვას უპასუხონ. 12-ის ნახევარზეა ჩანიშნული მათი გამოკითხვა მოსამართლე შვანგირაძის წინაშე გამომძიებლების შეკითხვებს უპასუხებენ ისინი. მე გეტყვით იმასაც, რომ პროკურატურა ბადრი ჯაფარიძის მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ აწარმოებს სისხლის სამართლებრივ დევნას და ედავება, რატომ არ მივიდნენ დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში გამოკითხვაზე პარლამენტში, იქ სადაც ხედან არალეგიტიმური დეპუტატები. ამ კითხვაზე პასუხი უკვე გასცეს პარტია ლელოს ლიდერებმა, ბადრი ჯაფარიძე, მამუკა ხაზარაძემ ამბობენ, რომ მათთვის არსებულ კომისიაში შემავალი დეპუტატები არალეგიტიმურები არიან, არ ცნობენ მათ ლეგიტიმაციას, შესაბამისად მათ კითხვებზე ისინი არ უპასუხებდნენ. საქმის ფარგლებში უკვე გამოიკითხა მამუკა ხაზარაძე, მუხლი, რომლითაც ედავება მათ პროკურატურა 1 და 3 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს. მადლობა სოფო, ეს იყო სოფონიაური.